სამეფოს სახარებაზე. Потому что не Евангелие пробуждения იმიტომ რომ არა გამოღვიძების სახარება будет проповедано по всему лицу земли. არ იქნება ნაკადაგები მთელი დედამიწის ზურგზე გამოღვიძების სახარება. Иисус сказал, Евангелие Царства ქრისტემ თქვა სამეფოს სახარება будет проповедано по всему лицу земли იქნება ნაკადაგები მთელი დედამიწის ზურგზე. во свидетельство всем народам, ყველა ერის დასამოწმებლად и тогда придет конец. და მაშინ მოვა სასწაული. Что такое пробуждение? რა არის გამოღვიძება? Это помочь рабам რომ დაეხმარო მონებს выйти на свободу. გამოვიდნენ თავისუფლებაზე. Что такое Евангелие пробуждения? რა არის გამოღვიძების Когда სახარება? Моисей в Египет пришел როცა მოსე მივიდა ეგვიპტეში и говорит, хватит жить в рабстве. და უთხრა საკმარისია მონობაში Если ты ცხოვრება наркоман, освобождайся. და განთავისუფლდით. Если ты болен, исцеляйся. და შენ თუ თავისუფალი ხარ განიკურვე, Если ты нищий, შენ თუ აუტყოფი ხარ განიკურვე, процветать надо. თუ ღარიბი ხარ, უნდა გამდიდრდე, აფრავდე. Пробуждение – это способность выйти из рабства на свободу. გამოღვიძება ეს არის თვისება გამოხვიდე მონობიდან თავისუფლებაში. Израиль-то из Египта вышел. ისრაელი ხო გამოვიდა ეგვიპტიდან. Великолепно. ძალიან დიდებულია, Но рабское мышление მაგრამ მონური აზროვნება осталось. დარჩა. Из совка вышли, а совок из них не вышел. გამოვიდნენ მონობიდან, მაგრამ მონობა არ გამოვიდა მათგან. 2,5 миллиона 2.5 მილიონი пережили на себе пробуждение. განიცადეს თავის თავზე გამოღვიძება. А сколько с первой попытки из них вошли в обетованную землю? და რამდენი შევიდა აღთქმულ მიწაზე პირველი მცდელობისას. Ну, я не хочу третий палец показывать. Ну, там было только 2, и то их чуть не убили. და იქ იყო მხოლოდ 2 და ისინიც კინაღამ დახოცეს. И на сегодняшний день და დღევანდელ დღეს идет точно такая же война მიდის იგივე ომი между концепцией пробуждения, გამოღვიძების კონცეფცია которую же შორის, в религию превратили, იმიტომ ეს რელიგიად გადააქციეს и Евангелием Царства. და სამეფოს სახარებას შორის. Хочу озвучить еще конкретнее. და კიდე უფრო კონკრეტულად მინდა Если ты как გავახმოვანო. пастор, თუ შენ ხარ если ты как პასტორი, лидер, თუ ხარ ლიდერი, помог человеку выйти из проклятия თუ დაეხმარე ადამიანს გამოსულიყო и წყევლიდან приспособил его к новым условиям на земле, და თუ მოამზადე ის ახალი პირობებისთვის დედამიწაზე, но не приготовил его ко второму пришествию, чтобы он в свою обетованную землю переселился на небеса, ты ничего не сделал. და თუ არ მოამზადე ის მეორედ მოსვლისთვის, რომ მან დაიმკვიდროს თავის ტერიტორიები, შენ არაფერი არ გაგიკეთე. Я не против пробуждения. მე არა ვარ გამოღვიძების წინააღმდეგ. Миллион людей, бонки пока. Где они? მილიონი ხალხი მოინანია ბონკეს დროს, სად არიან ისინი? Прийти на стадион намного легче, чем прийти на небеса. სტადიონზე მოსვლა ძალიან ადვილია და უფრო ადვილია ვიდრე ზეცაში მისვლა. А если не будет откровения о вечности, და თუ არ იქნება გამოცხადება მარადისობაზე, если не будет откровения о царстве, თუ არ იქნება გამოცხადება სამეფოზე, если у наследников не будет откровения о своем наследии, თუ მემკვიდრეებს არ ექნებათ გამოცხადება თავის მემკვიდრეობაზე, они потеряют свое наследие. ისინი დაკარგავენ თავის Это მემკვიდრეობას. не конфликтные концепции. ეს არ არის კონფლიქტური Это კონცეფცია. называется развитие. ამას ქვია განვითარება. Что произошло в Коринфянской церкви? რა მოხდა კორინთოს ეკლესიაში? Что произошло в Галатийской церкви? რა მოხდა გალატეის ეკლესიაში? Пробуждение они впитали. გამოღვიძება მათ მიიღეს, ამით იკვებებოდნენ. А когда Павел начал говорить Евангелие Царства, და როცა პავლემ დაიწყო სამეფოს სახარების ქადაგება, кто ты такой? და უთხრეს ვინ ახლა? Уважаемые друзья, ძვირფასო მეგობრებო, откровение о вечности გამოცხადება მარადისობაზე – это гарантия ეს არის გარანტია нашего перехода ჩვენი გადასვლისა с земли დედამიწიდან на небо. ზეცაში. Пробуждение нас отлично приспособило к земным условиям. გამოღვიძებამ ჩვენ კარგად მოგვამზადა და მიგვაჯაჭვა მიწის Грешников პირობებს. тащить в церковь, как спасать.
стать. მოვიყვანოთ ცოდვილები ეკლესიაში, გადავარჩინოთ, განიკურნონ ვიღაცები. Апостол Павел однажды сказал, მაგრამ ერთხელ მოციქულმა პავლე თქვა, თუ ჩვენ только на этой земле ხოლო და მიწაზე надеемся на Иисуса Христа, ვენდობით უფალი იესო ქრისტეს, мы несчастнее всех людей. ყველაზე უბედური ხალხი ვარ ჩვენ. Почему? რატომ? Потому что земля იმიტომ რომ მიწა, и все дела на ней მისი საქმეები сгорят. დაიწვევიან. Мы здесь транзитом. ჩვენ აქ ტრანზიტულად ვართ. Хотим мы или не хотим. გვინდა თუ არ Как бы გინდა, мы не любили Грузию, როგორც არ უნდა გვიყვარდეს საქართველო, сгорит. დაიწვევა. Как бы мы не любили Латвию, როგორც არ უნდა გვიყვარდეს ლატვია, сгорит. დაიწვევა. Как бы не любили свою страну, როგორც არ უნდა გიყვარდეთ თქვენი ქვეყნები, დაიწვევა. и самое главное знать, а что дальше. და ყველაზე მთავარია ვიცოდეთ, მერე რა იქნება. Не все церкви создает Бог. ყველა ეკლესიას არ ქმნის ხმის. Церкви, которые не имеют откровения о вечности, ეკლესიებს, რომლებსაც არ აქვთ გამოცხადება მარადისობაზე, рискуют რისკავენ, остаться на земле. რისკავენ რომ დარჩნენ დედამიწაზე. Церкви, которые имеют откровение, და ეკლესიებს, რომლებსაც აქვთ გამოცხადება, они будут наследовать. და ისინი იქნებიან აკაცები. Вспомните эту трагедию на берегу Иордана. გაიხსენეთ ეს ტრაგედია იორდანეს სანაპიროზე. Этих два парня, ის ორი ბიჭი, они говорят, пойдем, წავიდეთ, это наша земля. ეს ჩვენი მიწაა. Кто сказал тебе? ვინ გითხრა შენ? Великаны, Игорь, а мы Голи- тараканы. გოლიათები არიან ჩვენმა თვალში როგორც ტარაკნები ვართ. Самое страшное, ყველაზე что в религиозных мозгах рождается оскорбительная концепция. ყველაზე Они საშინელებაა. великаны, რელიგიურ ტვინებში ესეთი შეურაცხყოფელი კონცეფცია იბადება, ისინი გოლიათები არიან а мы тараканы. და ჩვენ ტარაკნები И ვართ. только вот этот вот Иисус с нами, холер. Вот эти все ребята, они говорят, тот Бог, который нас пробуждение устроил, Он устроит нам и вот это великое царство. და მარტო ეს ორი ბიჭი, იესო ნავესი და ხალები, რომლებიც ამბობდნენ, ის ღმერთი, რომელმაც ჩვენ გამოგვიყვანა ეგვიპტიდან, ის მოგვიწყობს ზუსტად აღთქმულ მიწაზე Мы შესვლა. будем жить в домах, которые не строили. ჩვენ ვიცხოვრებ სახლებში, У რომლებიც нас будет государство. ჩვენ გვექნება სახელმწიფო. Мы будем царями и священниками. ჩვენ ვიქნებით მეფეები და მღვდლები. Но рабские мозги это не вмещают. მაგრამ მონური ტვინი ამას ვერ იტევს. Они говорят, это политика. ისინი ამას პოლიტიკა. Мы туда не лезем. ჩვენ არ Мы შევიდეთ. никуда вообще не лезем. ჩვენ არ А мы идем სამაგიდვები. туда с высоко поднятой головой Да, чё, не и с виварим. просвещенным сердцем, მაღლა აწეული თავი და მიძღვნილი გულით. зная, кто мы, ვიცით რა ვინ ვარ для ჩვენ чего. და რისთვის ვარ. Почему не пускают нас в эти страны? რატო არ გვიშვებენ ჩვენ ამ Потому что ქვეყნებში? мы говорим, что мы царственное священство. იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ მეფური И Бог хочет სამღვდელოა. сделать нас царями и священниками, ის რომ ღმერთს უნდა შექმნა ჩვენ влиятельными не только в церковных стенах, რომ გავლენა გქონდეს არა მარტო но и ეკლესიის даже на კედლებში, государственном уровне. არამედ სახელმწიფო დონეზე. И сколько людей протестует. და რამდენი ადამიანი აპროტესტებს. Нам это не надо. ჩვენ ეს არ გვინდა. Поймите, друзья, გაიგეთ მეგობრებო, признаешь ты это или не признаешь? აღიარებ ამას თუ არ აღიარებ, Бог своих планов никогда не отменит. ღმერთი თავის გეგმებში არასდროს არ Если Он сказал, я создам церковь мою, თუ მან თქვა რომ მე შევქმნი ჩემს у которой будут ეკლესიას, ключи царства, რომლებსაც ეკნება სამეფოს и что გასაღებები, эта церковь свяжет, რომ ეს ეკლესია დაჯდება, то будет связано на небесах. თუ ეს ეკლესია შეკრავს ამ И დედამიწაზე, что შეკრული она იქნება, разрешит, და რასაც ის то გადაწყვეტს, будет разрешено. ის გადაწყვეტილი იქნება. И тогда врата ада вот такую церковь და ასეთ ეკლესიას ჯოჯოხეთი никогда не одолеют. ვერასდროს ვერ დაძრა. Я сегодня не грешникам проповедую, я проповедую сегодня лидерам христианского сообщества, чтобы пробуждение или реформация произошла в мозгах лидерского состава. მე დღეს არ ველაპარაკები ცოდვილებს, მე ველაპარაკები ქრისტიანული ეკლესიის ლიდერებს, რომ გონებაში მოხდეს გარდატეხვა, გამოგვიძებიდან რომ გადავიდეთ სამეფოს. Чтобы накануне пришествия Христа რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის не წინ произошло то, что на берегу Иордана. Нам это не нужно, пойдем назад в Египет. Пробуждение нам
гораздо больше нравится. რომ არ მოხდეს ის რაც მოხდა იორდანეს სანაპიროზე ჩვენით არ გვინდა წავედით ეგვიპტეში და უფრო კარგად ვიყავით გამოგვიძების დროს Все, что у тебя в сердце, ყველაფერი რაც оно გულში გავს имеет магнетизм. მას აქვს მაგნეტიზმი И вот, пойдем. Бог им говорит про обетованную землю, ღმერთი ელაპარაკება მათ აღთქმულ მიწაზე а они говорят, репчатый лук был классный там. ეგვიპტეში გემრიელი ხახვი იყო Хахуили бы. Короче, вот у них вот как сидело вот это вот. და რაც ქონდა გონებაში ჩაბეჭდილი Апостол Павел говорит, წმინდა მოციქული პავლე ამბობს когда этот дом როცა ეს ჩვენი სახლი ეს ჩვენი კალავი დაინგრევა мы от Бога имеем, ჩვენ ღმერთისგან გვაქვს нерукотворенный, ხელთუქმნელი სახლი откровение о вечности გამოცხადება მარადისობისგან разрушает страх перед смертью. ანგრევს სიკვდილის შიშს